ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის უმტკივნეულო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია გულმკერდის მალების და ზურგის ტვინის მკაფიო სურათების მიღება. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს გამოიყენება დიდი მაგნიტი, რადიოტალღები და კომპიუტერი, რომელიც ქმნის დეტალურ სურათებს პაციენტის და სხივების გარეშე. ექიმები ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას იყენებენ ზურგის ტვინისა და მალების დაავადების შეფასებისა და მონიტორინგისათვის. გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უმტკივნეულოა და არ იყენებს დასხივებას. ის ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის დიაგნოსტიკისთვის, სადაც შედის ზურგის ტვინის დაზიანებები, სიმსივნეები, ინფექციები, დეგენერაციული დაავადებები, დისკოს თიაქარი, სპონდილოლისთეზი ან ხერხემლის არხის სტენოზი. გულმკერდის მალები შეიძლება დაიყოს 4 მონაკვეთად. სხეულის ერთ-ერთ ამ კონკრეტულ რეგიონში ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლენა ეხმარება სპეციალისტებს ანომალიის ან დაზიანების უბნის დადგენაში. გულმკერდის პირველი მალა. ეს რეგიონი გავლენას ახდენს ხელებზე და თითებზე. ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც აქვს ნერვის დაზიანება ამ უბანში, ასევე შეიძლება განუვითარდეს სუნთქვის პრობლემები. გულმკერდის მეორედან მეხუთე მალამდე მონაკვეთი. ეს ნერვული სეგმენტი შესაძლოა იმოქმედოს მკერდის და გულმკერდის შუა ნაწილის კუნთებზე. გულმკერდის მეექვსიდან მერვე მალამდე მონაკვეთი. ამ ნერვულ სეგმენტს შეუძლია გავლენა მოახდინოს გულმკერდის ქვედა ნაწილის და მუცლის კუნთებზე. გულმკერდის მე-9-დან მე-12 მალამდე მონაკვეთი. ამ ნერვულ სეგმენტს შეუძლია გავლენა მოახდინოს მუცლის ქვედა ნაწილის კუნთებზე, სასქესო ორგანოებსა და შარდის ბუშტის მუშაობაზე. ზოგიერთ შემთხვევაში ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს იყენებენ კონტრასტულ ნივთიერებას. კონტრასტული ნივთიერება გადოლინიუმი იშვიათ მიწათა ლითონია. სხეულში შეყვანის შემდეგ ის ცვლის მიმდებარე წყლის მოლეკულების მაგნიტურ თვისებებს, რაც აუმჯობესებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე მიღებული სურათების ხარისხს. კონტრასტული ნივთიერება აუმჯობესებს სიმსივნის, ან თების გარკვეული ორგანოების სისხლმომარაგებას და სისხლძარღვების ხილვადობას. კონტრასტი ასევე გამოიყენება გაფანტული სკლეროზის და ინფექციის დიაგნოსტირებაში. კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ ინტრავენური კათეტერის მეშვეობით, რომელსაც აყენებენ იდაყვის ან მტევნის დონეზე. კონტრასტული ნივთიერებები უსაფრთხო ინტრავენური პრეპარატებია. როგორც სხვა პრეპარატებს, მათ ასევე გააჩნიათ მსუბუქი ან მძიმე გვერდითი მოვლენები, მაგრამ მძიმე რეაქციები ძალიან იშვიათია.